დახურულ კარს მიღმა არაფორმალურ შეხვედრაზე დიდი ალბათობით ევროკავშირის პირველი დიპლომატები იმსჯელებენ და განიხილავენ შეასრულა თუ არა ქართულმა ოცნებამ ვალდებულებები, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ დაუწესეს ჩვენს ქვეყანას. ვალდებულებები შესრულებული არ არის, რადგან ძირითადი მოთხოვნები, რომელიც ევროკომისიის წერილში იყო გააჟღერებული, იყო პოლიტპატიმრების გაათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება და ჩვენ ვხედავთ, რომ არც პოლიტიკური პატიმრები არიან გისოსებს მიღმა და არც რეპრესიული კანონები გაუქმებულა. შესაბამისად, ოპოზიცია დღეს ელოდება, რომ ევროკავშირი და განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მომხრე არიან და პარალელურად განიხილავენ ტარგეტირებულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იქნებიან ხისტები ხვალ დანიაში, როდესაც გაიმართება არაფორმალური შეკრება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა. დიდი ალბათობით ბალტიის ქვეყნები დაფიქსირებენ ხისტ პოზიციას, ისევე როგორც პოლონეთი და არსებობს დიდი მოლოდინი იმისა, რომ რამდენიმე კვირაში, როდესაც განიხილავენ ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ანგარიშს და დაადგენენ, რომ მოთხოვნები შესრულებული არ არის, ევროკავშირი გადავა რეაგირებაზე და ოპოზიცია იმედოვნებს, რომ სანქციები შეეხებათ ქართული ოცნების კონკრეტულ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსლაზე და არა ადამიანებს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით, რომლებიც ისჯებიან ქართული ოცნების უსამართლო და არადემოკრატიული პოლიტიკის გამო. სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს არა ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ, არამედ ეგრეთ წოდებული დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოყენებული იყოს მიზანმიმართულად კონკრეტული პირების და ჯგუფების მიმართ. ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი პროპაგანდისტები, მისი კორუმპირებული ელიტა, მოსამართლეები, მოძალადეები ამ მიზნით შევხვდით მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკის, იმიტომ რომ სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი დროებითი შეჩერების მექანიზმის შერჩევითად გამოყენება არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ კონკრეტული პირების მიმართ. საქართველოს როგორც ცნობილია, იქნება გარკვეული განხილვის საკითხი და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მოველოდეთ ძალიან კაფიო და ძალიან მკაც შეფასებას იმ პოლიტიკასთან მიმართებით, რასაც ატარებს საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი და რასაც სამწუხაროდ ძალიან მანე შეიძლება შეეწიროს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რასაც უკვე შეეწირა ჩვენი მეტი ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი რიგი სახელმწიფოები, მაგალითად მოლდოვა, იღებს მეტ დაფინანსებას, იღებს 2 მილიარდს, იღებს მეტ კავშირს, მეტ ურთიერთობებს და ამასობაში პარალელურად საქართველოს არათუ მეტს ვერ იღებს იმასაც კარგავს, რაც მას ისტორიულად ჰქონდა მოპოვებული. ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდება. თუ გაგრძელდა ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, რა ვიცი, ქართველები დაკარგავენ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ოცნება სურს მუდმივად იყოს კორუფციასთან ახლოს, მუდმივად ჰქონდეს ძალაუფლება, ქვეყანაში არ იცვლებოდეს ხელისუფლება და ხალხთან კი არ იყოს ხელისუფლება ანგარიშვალდებული, არამედ ხალხი ყავდეს მთავრობას დამორჩილებული და შეშინებული და ეხლა როცა ესეთი მიზნები გაქვს, რა თქმა უნდა, არც ევროპა გინდა, არც დემოკრატია გინდა და არც ხალხის აზრი გაინტერესებს. ოცნება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ყველა კრიტერიუმით აკმაყოფილებენ იმას, რომ დღეს საქართველოში იყოს უვიზო მიმოსვლა და ამბობენ, რომ ევროკავშირი მანიპულირებს 31 აგვისტოში, როდესაც ქართულ ხალხს, უпростоრად ქართულ ოცნებას დაუწესეს კონკრეტული თარიღი მოთხოვნების შესასრულებლად. ოცნება ფიქრობს, რომ ევრობიუროკრატები ახლა საქართველოში არეულობის შემოტანას ცდილობენ წინასაარჩევნოდ და ამ ყველაფრის მიღმა დგას deep state-ი, როგორც ხედავთ, ქართული ოცნება ჩვეულ ნარატივს იყენებს ევროპელი პარტნიორების მისამართით დეზინფორმაციას ნაცვლად იმისა, რომ რეკომენდაციები შეასრულოს. არ არის ვიზის შეჩერების თემა, თავისუფალი მიმოსვლის შეჩერების თემა, ეს არის წამოწეული, იმიტომ რომ ხალხი საზოგადოება დააბრაზდეს, გამოვიდეს ქუჩაში, სისხლი დაუაროს და ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტული ხელისუფლება და ამას ყველაფერს ევრობიუროკრატია უდგა სათავეში. ეს უსამართლო მიდგომა. ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს არგუმენტირებული პასუხი, არანაირად არ შეიძლება იქნეს განხილული LGBT პროპაგანდის აღკვეთა და შედეგი, რასაც მივიღებთ ამ განხილობის შემდეგ, უნდა განვიხილოთ
დავიხილოთ მხოლოდ ერთი რაკურსით. რამდენად საქართველოსთვის რომელი თემა არის პრიორიტეტული? გადარჩენის თემა თუ ევრობიუროკრატიისათვის ხარის მოდრეკვის და ცალფეხზე დადგომის თემა. არ ველოდებით სანქციას. რაც შეეხება ამ თარიღს 31 აგვისტო უპირველესად აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ არის ისევ და ისევ ევრობიუროკრატების მიერ აბსოლუტურად ხელოვნურად მოფიქრებული ვადა თუ თარიღი. კარს არის მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ შემთხვევაში უკვე ევრობიუროკრატია ცდილობს იმისათვის, რომ ხელოვნურად დაძაბოს შესაბამისი გარემო, მოუმატოს ლუგილის ტემპერატურას და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. სწორედ ამიტომ დაშიფრეთ ამ თარიღის შემოტანა დღის წესრიგში. მეორე მხრივ, როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ მოამზადა, როგორც პარლამენტში დამუშავდა ეს დოკუმენტი, ისე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მიიღო მან საბოლოო სახე შესაბამისი ანგარიში, სადაც არის ასახული ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მიერ დაფიქსირდა განვლილ პერიოდში. საქართველო ამ შემთხვევაში არის მოწოდების სიმაღლე. ევროკავშირში ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯებიდან გამომდინარე აქტიურად განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და ხოლ რამდენიმე კვირიანი ტაიმაუტის შემდეგ ასე შეიძლება ითქვას ევროკავშირი იმისჯელებს საქართველოს შესახებ შეაფასებენ ქართული ოცნების მიღწეულ პროგრესს ან რეგრესს, რის შემდეგაც უკვე დაახლოებით ოქტომბერში არის მოლოდინი იმისა, რომ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ბრიუსელში ევროკომისიაში შეიკრიბებიან და შეაჯამებენ ხელისუფლების ქმედებებს, შესრულდა თუ არა რეკომენდაციები და ამის შემდეგ უკვე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება. ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ევროკავშირის პოლიტიკას, ამბობენ, რომ შესაძლოა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან გაუქმდეს მომავალი წლის დასაწყისში და ეს იქნება თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯების და მათი ქმედებების შედეგი.